რაგან გაუშვიათ გოლი. ფარულავა აქვს საფრთხო ზონაში, შეიწია სიღრმისკენ დაარტყა და უკვე ეს დარტყმა აღარ გამოვიდა, ზუსტი გადაურჩა დინამო აქ გოლის გაშვებას გამო დღევანდელ შეხვედრაში, რაც შეეხება თადარიგში მოთამაშეებს, მიხეილ მაკაცარია 20 ნახოთ ეს ეპიზოდი გადარჩა დილა, თუმცა მეორე მცდელობით შეიძლება ვეღარ გადარჩეს, მესამე მცდელობითაც გადარჩა და საბოლოოდ გაუმართლა აქ სტუმრე. შვილის დარტყმის შემდეგ თანაგუნდელს ამ შემთხვევაში ირაკლი სირაძეს მოხვდა ბურთი. ასე რომ ორი ეპიზოდი მანამდე დილამ შექმნა და ახლა დინამოს ჰქონდა ერთ შეტევაში 3 შანსი გოლის გატანისა და ეს ცოტა არ არის ალბათ პირველ 10 წუთში ველით გოლებს. ბუნებრივია ზოგადად ეს სეზონი საკმაოდ წირგოლიანია, გაიმართა აქამდე 17 შეხვედრა და გავიდა 27 გოლი, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალოდ გოლ ნახევარლიოს 20-მდელთა ჩემპიონატზეც ითამაშა და იქაც გაიტანა გოლი და უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო აქ ნახოთ ეს ეპიზოდი ძალიან სახიფათო დარტყმა სირაძე ასრულებდა ამ დარტყმას და გიმწინეს ნამდვილად არ უჩივით ალბათ უგოლობას, რაც არამარტო ამ შეხვედრაში, ზოგადად ბოლო პერიოდში საკმაოდ ტენდენციურია, როგორც აღვნიშნეთ. ფლანგიდან შემოიწია, მარცხენა ფლანგიდან ირაკლის იქამდე სპაიერს მოუგო 1-2 და გასულ სეზონში, სეზონის დასრულებამდე ჯერ ერთი ვახსენეთ დილასთან ის შეხვედრა, რომელიც 2-2 დასრულდა, მაგრამ მანამდე ეს ეპიზოდი უნდა ვნახოთ ლაშა მენთეშაშვილი ახერხებს ამ შეხვედრაში გოლის გატანას, მე-20 წუთზე მსგავსად წინა მატჩისა მენთეშაშვილი ამ შეხვედრაშიც ხდება გატანილი გოლის ავტორი. უკვე უკან აბრუნებდა აბდულა იორო პასს და საბოლოოდ ჩაჭრეს დილას მოთამაშეებმა და მშვენივრად ისარგებლეს ამ შეცდომით დილას მოთამაშეებმა. საგოლე გადაცემის ავტორი გახდა კანადელი მოთამაშე ტრეი ფულერი და გოლის ავტორი, როგორც მოგახსენეთ, ლაშა მენთეშაშვილი. თავიდანვე ვთქვით, როდესაც მენთეშაშვილი გადმოვიდა დილას შემადგენლობაში და აღვნიშნეთ ეს ყოველივე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნებოდა 23 წლის შემტევი ნახევარმცველი დილასთვის და ქვეშ არის ფაქტობრივად მთელი თამაში თუ არ ჩავთვლით პირველ 2 ეპიზოდს და მე იმ გოლს, რომელიც გორის დილამ გაიტანა. ყოჩა აქ კერესელიძეს ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა და გვასალიასაც ყოჩა, რომელიც ძალიან მარტივად გუშლიდან მას ხელს, რა თქმა უნდა და გუნდმა დაიწყო არასტაბილურად, მაგრამ ეს მაინც აწყის ტურებია და ვითარების გამოსწორება სულ მალე რამდენიმე მოპოვებული ქულით შეიძლება გოლი ვიხილოთ, თუმცა დილას მოთამაშეებმა მოახერხეს ვითარებაში გარკვევა და გარდა იმისა, რომ უშუალოდ კონკრეტულად ნახოთ ჯერ ეს ეპიზოდი, კარგი მცდელობა აქ გიორგი ხარებაშვილი პნიან ეპიზოდებს, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებენ. კიდევ ერთხელ განმეორებით, ყველაფერი იდეალურად გაყეთა. არა, ბარსოსეი გახდათ ეს მოთამაშე გვასალია. 1-1 დინამო თბილისი ახერხებს წონასწორობის აღდგენას. პირველი ტაიმის დასრულებამდე სულ რამდენიმე წამით ადრე გორის დილას კარში კიდევ ერთხელ განმეორებით ეს ეპიზოდი. მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა აქ ბარსოსეიმ და ეს გადაცემა აღსანიშნავი გიორგი ხარაიშვილის ძალიან მოხდენილი რბილი პასი და მერე უკვე გიორგი გვასალიას თაური ბარსოსეის საგოლე გადაცემის შემდეგ 1-1 ყველაფერი თავიდან იწყება, ვერ ვუწოდებთ ნამდვილად ამ გოლს ალუგიკურს მეტიც აქამდე რომ ვერ გაიტანა დინამო ბათუმის სპაიერი დაიწყება 19 საათზე. ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ, აქ დაარტყა ზურაბ მუსელიანმა, თუმცა ლორიამ ითამაშა კარგად და 19 საათზე და 21 საათზე დაიწყება ერთდროულად 2 დასკვნითი შეხვედრა მეხუთე ტურისა დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაგრა იბერია და ძალიან ბევრი საინტერესო მოთამაშეა, როგორც ერთი ისე მეორე გუნდის თადარიგში. სირაძე ბურთით, გვასალია დარტყმა და კერესელიძე ეუფლება ბურთს, გვასალიას შეეძლო აქ დუბლის შესრულებაც მომზადებაში. ნახოთ ეს ეპიზოდი, ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა და დილა დაწინაურდა. გატანილი გოლის ავტორი ხდება ზურაბ მუსელიანი. 1-2 სტუმრები ისევ წინ გადიან. მე მგონი აქ ბურთი მენთეშაშვილმა ჩააწოდა, კი ბატონო. ლაშა მენთეშაშვილის საგოლე გადაცემა და ზურაბ მუსელიანის გოლი. ძალიან დიდ როლს ასრულებს მენთეშაშვილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ამ გუნდის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო მოთამაშე ხდება თამაშიდან თამაშამდე და შეგახსენებთ, რომ სულ რამდენიმე ხნის უკან ამ სეზონის დაწყებამდე დაიმატა გორის დილამ, როგორც ლაშა საგოლე გადაცემა მის ანგარიშზე, როგორც მოგახსენეთ გვასალიას პასი, გიორგი ხარებაშვილი გვასალია ისევ, კიდევ ერთხელ იყო გიორგი გვასალია დუბლის შესრულებასთან ახლოს. გუნდში
აქ ფარულავა ვნახოთ 3-2-ზე უტევენ დილას მოთამაშეები ეს პასი გავიდა მუსელიანი დარტყმა და ლორია ეუფლება ბურს დილას შეეძლო უკვე ორბურთიანი სხვაობით გასულიყო წინ მშლიდან მოყოლებული თავარ გუნდშიც არაერთი შეხვედრა ჩაატარა 19 წლის გახვალთ და დინამო თბილისის ღირსებას იცავს იგი უკვე და რამდენიმე წამში ჩაის ზუსტია, ვნახოთ გაგრძელება როგორი იქნება ჩაწოდება ხარაიშვილი და არაჩვეულებრივი კომბინაციის შემდეგ რომარი კეტუ ახერხებს თავისი გუნდის გადარჩენას და დარტყმა იყო ნამდვილად, მაგრამ რომარი კეტუ მიხსნა თავისი გუნდი. კიდევ ერთხელ განმეორებით, ეს პასიც აღსანიშნავია ბარსოსეის შესრულებით. ისევ და ისევ არა, ამ შემთხვევაში დარტყმა ჰალი დოლტმურზიევმა შეასრულა და ბრავო აქ რომარი კეტუს, რომელმაც კარის ხაზიდან გამოიტანა, არათუ ფაქტობრივად ზუსტად კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი კიდევ ერთხელ განმეორებით. ყოჩა აქ დილას კაპიტანს და მერე რა თქმა უნდა დავით კერესელიძეს, რომელმაც უკვე ხვარცხავას გადაცემის შემდეგ ითამაშა ყურადღებით ეს ეპიზოდი განმუხტა. ასე რომ დინამო თბილისის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ რჩება ცოცხალ წყალში სპაერი 9 ქულა პირველი ადგილი, სამგურალი 8 ქულა მეორე ადგილი აქ ჩაწოდება. ძალიან მწვავე ჩაწოდება დანიელ ხვარცხავას შესრულებით 5-2-ზე უტევენ, კი არა 6-2-ზეც დილას მოთამაშეები. ჯალაღონიას გადაცემა და აქ კარგად თამაშობს კალანდაძე და იგერიევს ბურთს კუთხურზე დილა ამ წუთებს ამ წამებს უფრო ხერხა გამარჯვების მოპოვება ლაშა მენთეშაშვილის და ზურაბ მუსელიანის მიერ გატანილი 2 გოლით გიორგი გვასალიამ შეძლო ერთი ბურთის გაკვითვა თბილისური გუნდის რიგებიდან.